გალატელთა 4:6 პავლე მოციქული წერს გალატელებს და რა გიღათ თქვენ ძენი ხართ ეუბნება ებრაელებსაც და წარმართებსაც ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი სული რომელიც შესახის აბა მამაო რას ნიშნავს იესო ქრისტეს სული მოავლინა ჩვენს გულებში იესო ქრისტე ჩამოვიდა და ცხოვრობს ჩვენში არა ჩემო მეგობრებო არამედ ეს ნიშნავს რომ იესო ქრისტეს მსგავსება მოავლინა ჩვენში იესო ქრისტეს ნაირები გვინდა გავხდეთ თუ ადრე ჩვენ სხვანაირები გვინდოდა ნეტა ისეთი ვიყო ნეტა ასეთი ვიყო ეს ჩემი გმირია ვისწრაფი რომ ასეთი პიროვნება გავხდე მეც ახლა უკვე სხვანაირი მიზნები მაქვს ჩემი გმირი არის იესო ქრისტე მე მინდა მისი თვისებები ვატარო მე მინდა იესოსნაირი გაბედული ვიყო სამართლიანი ვიყო მიმტევებელი ვიყო სიყვარულით სავსე ვიყო პირში უთხრა როცა საჭირო არის ის არის მაგალითი ჩემი ცხოვრებისა ამიტომ ჩვენს გულებში უკვე თავისი ძის სული მოავლინა რომელიც შესძახის აბა მამაო და ისევე როგორც იესო ყოველთვის მამასთან ურთიერთობაზე ფიქრობდა ის ყოველთვის ცდილობდა რომ მამას დამორჩილებოდა მამის ნებით წასულიყო სიტყვაში როგორც იყო დაწერილი მისი სურვილი იყო რომ სიტყვაში დაწერილის მიხედვით ეცხოვრა როდესაც მის წინაშე დილემა დგებოდა რომელ მხარეს წასულიყო ის არასოდეს არ ფიქრობდა ხალხი რა სიტყვის მისთვის მნიშვნელობა იყო ქონდა იმას ღმერთი მამა რა სიტყვის ამიტომ ის ყოველთვის მამის მხარეზე იდგა ყოველთვის მამის გვერდით იყო ყოველთვის უნდოდა რომ მამას დახმარებოდა მამის სახელი განდიდებულიყო ამიტომ ამბობს რომ ჩვენც ახლა მამის მხარეზე ვართ ჩვენ მამის პოზიციაში ვდგევართ ჩვენ გვინდა ჩვენი მამა დავიცვათ მისი სიტყვა დავიცვათ მისი სიტყვა იყოს ყველასთვის კანონი და ძალაუფლება ყველაზე მაღლა მამა ჩემი რასაც ამბობს ის უნდა იყოს კანონი ყველასათვის მამის სიტყვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი საფუძვლიანი ბრძნული აი ეს არის უკვე ჩვენს სულებში დიდება იესოს სიტყვა აბა ძვირფასებო ეს არის ებრაული სიტყვა და აი მამას აი მამიკოს რო ვამბობთ ჩვენ ხოლმე ხო მამიკოს პასტორმა თემისმა ერთხელ თქვა რომ ჩვენთან რო იყვნენ ებრაელი სტუმრები მყავდაო სახლში საბერძნეთში ჩამოვიდნენ ისრაელიდანო და პატარა ბავშვი იყო და მამამის სულ დაძდევდა აბას ეძახდაო ხო აი ესეთი ჩვენც როგორც პატარა ბავშვები იცით პატარა ბავშვისთვის მამა არის ყველაფერი თუ კარგი მამა არის ოჯახში იზრდება მისთვის მამა არის ესე იგი ყველაზე როგორც დედაზე იტყვის რომ ყველაზე კარგი დედა ისე მამა მისთვის არის ძალიან რაღაც შეიძლება მამა არ იყოს თლათ ვარსკვლავებს არ წყვეტავდეს მაგრამ შვილისთვის ასე არის ხო ასეა ჩვენი მამაც მე მახსენდება ერთხელ მაქვს ნათქვამი რომ ერთი წერდა Facebook-ზე ჩემი მეგობარი რომ ბავშვი პატარა ბავშვი ლაპარაკობდა უკვე და მანქანით მივდიოდითო და უკანიჯდა ეს ბავშვიო და მითხრაო დედიკო კიდე კარგი რომ შენთან დავიბადეო ანუ ისეთი უყვარდა დედიკო ეხა სხვასთან რომ დაბადებულიყო ესე იგი რა ეშველებოდა იმ დედიკოსთან რომ მოხვედრილიყო და არა ამ დედიკოსთან დიდება იესოს და მაგრამ გალატელებს ისევ მონობაში ყოფნა უნდათ. გალატელები ვერ ხვდებიან რომ მამასთან აქვთ ურთიერთობა. გალატელებს უნდათ რომ მონასავით მოიქცნენ. ასე ამოვნონ როგორი მე იქნებ ღმერთს. იქნებ ღმერთის კეთილგანწყობა მოიპოვონ. მაგრამ ის მადლი რომელიც არის კეთილგანწყობა მოგვივიდა ჩვენ იესო ქრისტეთი. დიდება იესოს.
გალატელთა 4:7 ამიტომ უკვე აღარ ხარ მონა არამედ ძე ნუ ღარ ცდილობ ნუ გაქვს მონური ფსიქოლოგია მამის მიმართ კონდეს ძის შვილის ფსიქოლოგია მამის მიმართ განთავისუფლდი მონასავით ნუ იქცევი ნუ ხარ დათრგუნული ნუ ხარ ეს შეშინებული ნუ ხარ დაზაფრული ხოლო თუ ძე მემკვიდრეც ხარ ღვთის იესო ქრისტეს მიერ მემკვიდრე ხარ ადამიანო ძე ხარ თავისუფალი ხარ იესომ გაგათავისუფლა გასწორდი ნუ გეშინია თუ შესწოდავ თუ დანაშაული გექნება მოინანიე შეტრიალდი ცოდვისაგან და იესო ქრისტეს სისხლი გაგწმინდა ცოდვებისაგან იმიტომ რომ უკვე ძე ხარ უკვე მემკვიდრე ხარ უკვე დადგენილი ხარ უკვე მამის სახლში ხარ უკვე ბეჭედი გაქვს გასწორდი გაიმართე ძლიერად იყავი შვილი ხარ შენი მამის ამიტომ აღარ ახარ მონა გალატელთა 4:8 თუმცა მაშინ როცა არიცნობდით ღმერთს ემსახურებოდით და ემონებოდით მათ რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან სანამ ჩვენ გავიგებდით იესოს მადლის შესახებ, სანამ გავიგებდით მამა როგორია, სანამ ვირწმუნებდით ჯვარცმას, სანამ გავიგებდით რომ იესო ქრისტემ ჩვენი წარსული, ჩვენი ცოდვები მოგხსნა ზურგიდან და თვითონ მიალურსმნა გოლგოთის ჯვარზე და მოგცა თავისუფლება და ეს ვირწმუნეთ ეხლა და ლაღები ვართ მიუხედავად იმისა ჩემი წარსული როგორი იყო ეხლა მე ვიცი რომ იესო ქრისტემ გამანთავისუფლა და მისი მოსვლის ძირითადი მიზანი იყო ის რომ შენ განთავისუფლებულიყავი შენი წარსულისაგან კარგი იყო ცუდი იყო აღარ მაინტერესებს მე ვარ თავისუფალი როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ უკან აღარ ვიხედები არამედ წინ და იყო ეს დრო კი ბატონო და ხან ესე იგი რაღაც წარმართულ კერპებს რაღაც ხან ჯადოგრებთან დავდიოდი ხან მკითხავებთან იქნებ მიშველო ექიმბაშებთან რაღაც რიტუალებს ვასრულებდი ხან საფლავზე მივდიოდი ხან ზეცვის ხამდი ხან თავს ვურტყამდი ხან რაღაცა არ ვიცოდი რაღაც ღმერთებივით იყო თაყვანსცემდი მაგრამ ისინი ღმერთები არ არიან პირველი კორინთელთა 10:19-დან 21-ში წერია მაშ რას ვამბობ პავლე მოციქული ამბობს განა იმას რომ კერპი რაიმეა ან იმას რომ კერპისთვის შესაწირი რაიმეს ნიშნავს არამედ რასაც ისინი სწირავენ ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს მე კი არ მინდა რომ ეშმაკთა ზიანი გახდეთ არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც რას ამბობს პავლე მოციქული პავლე მოციქული ხა წარმართებს ანუ პავლე მოციქული დადიოდა და ქადაგებდა სხვადასხვა ერებში. დაუშვათ ჩამოვიდა საქართველოში პავლე მოციქული, ხო? ჯერ საქართველო არ არის ქრისტიანი, დაუშვათ, ხო? არის, პავლე მოციქულის დროს არ იყო ქრისტიანი, ჩვენ ვიცით რომ მე-4 საუკუნეში გახდა ქრისტიანული ისტორიის თანახმად, თუმცა პირველ საუკუნეში, როგორც ამბობენ, ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი ჩამოვიდა, მაგრამ დაუშვათ ჩამოვიდა პავლე მოციქული ან ანდრია ან სიმონ კანანელი, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხეთაში იყო თუ სადღაც იყო, შეხედეს რომ ქართველები ცხოვრობენ აქ. ამ დროს ქართველები იესო ქრისტეს სცემდნენ თაყვანს? არა. ვის სცემდნენ თაყვანს? სხვადასხვა ღმერთები ჰქონდათ იქ ოჩოპინტრე, ბორჯღალო, მორიგე ღმერთი და ასე შემდეგ.
არმაზი, გაცი და ასე შემდეგ, ხო? სცემდნენ თაყვანს. შეხედა ეხლა რომ ამ უამრავ წარმართულ ღმერთებს სცემენ თაყვანს, რომლებიც ღმერთები არ არიან. არის კერპები. ზოგს იქ ნახატებს სცემენ თაყვანს, ზოგს გამოსახულებები აქვს, ზოგს სალოცავებია. შეხედა ახლა პავლემ ანდრიამ, რომ ეს ხალხი ქართველები საერთოდ წარმართები არიან. არიციან ცოცხალი ღმერთის შესახებ. არიციან ცისა და ქვეყნის შემქმნელი ღმერთის შესახებ. და ახლა პავლე მოციქული ასე იქადაგებდა. თქვენ რასაც სცემთ თაყვანს, ამ ყველაფერს გამოსახულებებს და ამ შემდეგ იქ ჩიჩილაკი გიდგათ. მე არ ვამბობ, რომ ეს რამე არის კერპი. თავისთავად. მაგალითად, შენ აქ ჩიჩილაკი რო გიდევს, ხო? ან დავუშვათ რაღაც ნახატი ან გამოსახულება. ეს ქვა არის ჩვეულებრივი და ეს ხი არის ჩვეულებრივი. ეს ფურცელია ჩვეულებრივი. თავისთავად ეს არაფერი არ არის. ხელთქმნილია ის. და შენც რო სწირავ ეხლა ვაშს აგორებ იქა და კვერცხს აგორებ თუ რაღაცას, თავისთავად ეს არაფერს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. კვერცხს ეხლა შეღებავ წითლად თუ მწვანედ, ის მაინც კვერცხია, შეგიძლია გატეხო და შეჯამო. მაგალითად ეხლა ირაკლი გამოდი, მოდი ერთი წუთით რაღაც მით. აიღე ის სურათი. თქვენ იცით რომ ჩვენ აქ სურათი გვიდევს, რომელიც ჩვენმა დამ გააკეთა, ძალიან ლამაზი სურათი არის და ჩვენ დავდეთ პიანინოზე, იმიტომ რომ არის რაღაც ხელოვნების ნიმუშია, ხო? დაიკავე ესე. ეხლა ირაკლი დგას ჩემს გვერდზე ამ სურათით ხელში. ეს სურათი თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. არც კერპია და არც ეს არის სტიქაროსანი, ხო? თავისთავად დგას ჩემს გვერდით ეხლა და არაფერს არ ნიშნავს ეს სურათი. თავისთავად ეს სურათი კერპი არ არის. როდესაც ის დგას იქა, კერპი არ არის. როდესაც ეხლა ხელში უკავია, ცოტა არ მოგწონს, მაგრამ კერპი მაინც არ არის. პავლე მოციქული აგრძელებს, რომ თავისთავად არაფერი არ არის კერპი. არც ეხლა მე აქ თუ რაღაცას დავდებ ვაშლს, რომელიც დავუშვათ მოწყვი და გიორგიმ თავის ბაღში და დადო აქ ვაშლი. ვაშლის თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. არამედ მე ვამბობ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მაგრამ ეხლა მე თუ დავიწყებ აქ მიკმევას, ზეთის წაცხებას, გეტყვით რომ მოდით კოცნა დაუწყეთ ამ ყველაფერს, თაყვანი ეცით მას, ეს გადაიქცევა რამეთ? თვითონ სურათი ისევე დარჩება, როგორც დამ გააკეთა, მაგრამ ეშმაკი დაიწყებს მოქმედებას ადამიანებში ამ სურათით. ეს ისევ ხედარჩება, მაგრამ სულიერ სამყაროში შენ სულსა და ეშმაკის სულ შორის გაიდება კავშირი. მადლობა ირაკლი. არამედ რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს, ან თუნდაც იმ ღმერთს, რომელიც იმ სურათზე არის გამოსახული. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარი გახდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს კერპია, არმაზია, გაცია, ბორჯღალოა, მორიგე ღმერთი არის, ოჩოპინტრია, ამ სახელებს არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ როდესაც შენ თაყვანის ცემას იწყებ, ამით სატანას ეძლევა საშუალება შენთან ურთიერთობის. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარი, ნადავლი გახდეთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი, მაგიდასთან რო დევს უფლის სასმისი და პური და ღვინო, მის გვერდით იყოს ეშმაკთა სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
წით პირდაპირ წერია ძვირფასებო, რომ ზიარებასთან ერთად არ შეიძლება ის, რაც წარმართული არის. რატო აკეთებენ ამას ადამიანები? რიდი აქვთ ჩამოფარებული. ეშმაკი ატყილებს, სიტყვას კითხულობენ, მაგრამ არ ეხსნებათ. გალატელთა 4:9. ახლა კი, როცა ღმერთი შეიმეცნეთ, უფრო მეტიც, როცა ღვთისაგანაც შეცნობილი ხართ, როგორ ხაუბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ. ეხლა ღმერთი შეიმეცნეთ, ანუ მიხვდით, რომ ღმერთთან ურთიერთობა არის სულიწმინდით, არის სულით, იესო ქრისტეს საშუალებით, მადლით. ეხლა როცა ყველაფერი ეს გაიგეთ, როგორ გაუბრუნდებით, რომ ზიარებასთან ერთად კიდე რაღაც რიტუალები ჩაატაროთ. დაწერილი არის უძლურ და ღატაკ საწყისებს. სხვა თარგმანებში არის მატერიალურ რიტუალებს. ანუ საწყისებს, ანუ საწყისი იესო ქრისტეს მოძღვრება არის მაღალი სულიერი მოძღვრება, რიტუალები არის აჩრდილი, დაბალი. საკმეველი იყო სიმბოლო ლოცვისა, რომელიც ადის ზეცაში. სიმბოლო აჩრდილი, ნამდვილი რა არის? ნამდვილი არის ლოცვა, როდესაც უფალს უერთდები შენ. დიდება იესოს. ამიტომ, როდესაც ნამდვილი ურთიერთობა შეიძლება გოგონას და ბიჭს კონდეს, როგორ შეიძლება ცოცხალი ურთიერთობა გაწყვიტო და დაუბრუნდნენ მობილურში სურათების გაგზავნას. ბიჭი და გოგო გადაწყვეტს, რომ მოდი დავქორწინდეთ და ერთად ვიცხოვროთ. და ქორწილის შემდეგ თქვეს, შენ სხვა ქვეყანაში იცხოვრებ, მე სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებ და მოდი სურათები გაუზიაროთ ერთმანეთს. ივარგებს ასეთი ცოლქმრობა? ხო და როდესაც უკვე როგორ უბრუნდები ღატაკს და უძლურს, რატომ უძლურს? იმიტომ რომ ასეთ რიტუალურ ურთიერთობას არავითარი შედეგი და სულიერი ნაყოფი არ მოაქვს. შენ რაც არ უნდა მიკმიო ახლა მე აქ საკმეველი ვერ გადაწონის იმას, რაც არის ჩემი უფალთან ურთიერთობა ჩემს ოთახში. ეს არის უძლური და ღატაკი. სად როდესაც ღმერთის სული შემოვა და აგავსებს და სად იქ რო უსმენ ტაძარში უამრავ რაღაცა რიტუალს. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, როგორ გაუბრუნდებით ამ ყველაფერს. ეს იგივეა მაგალითად უნივერსიტეტის პროფესორი ხარ და პირველ კლასში უნდა დაბრუნდე. მადლიდან მიდიხარ ბორკილებში. თავისუფლებიდან ისევ ციხეში და რიტუალებში იკეტები. გალატელთა 4:10. დღეებს აკვირდებით და თვეებს ჟამსა და წელიწადებს. ლუკას 18:11-დან 12-ში წერია. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა ტაძარში. გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ. კვირაში ორჯერ მარხულობ და ასე შემდეგ. ანუ ზოგიერთი რიტუალურად დღეში დილით 3 საათზე და 6 საათზე ლოცულობს და საღამოს კმაყოფილია. რატომ არის კმაყოფილი? იცით ძვირფასებო. მან დაიმსახურა ღმერთის კეთილგანწყობა. მან ხო არ გააცდინა, მან ხო შეასრულა, ესე იგი მან დაიმსახურა ღმერთის კეთილგანწყობა და პავლე მოციქული ზუსტად ამაზე ამბობს. თუ დაიმსახურე, მაშინ მადლით აღარ არის. თუ შენ დამსახურებით შეგიძლია რაღაც მოიპოვო, მაშინ იესო ქრისტე საჭირო არ ყოფილა.
იესო ქრისტე მითო მოვიდა რომ შენ დამსახურებით არ შეგიძლია მოიპოვო კეთილგანწყობა სკვირაში სამჯერ როლოცულობ მე 6ჯერ ვლოცულობ ვიღაცა იტყვის მე შენზე უფრო ძლიერი ვარ არა ჩემო მეგობარო ღმერთის მადლით საჩუქრად მოგეცა სიწმინდე ეს არის იესოს დამსახურება გალატელთა 4:11 ვშიშობ პავლე მოციქული ამბობს ამაოდ ხომ არ გავიხარჯე თქვენ შორის უკვე შეშინებული ვარ რომ ყველა ხო არ გელაპარაკეთ ამდენი თქვენ მაინც გადადით სხვა სახარებაზე გონით ყველად გავაცდინე ჩემი ცხოვრება ტყუილად გესაუბრეთ ისევ ჯულში და რიტუალებში დაბრუნდით ერთმა პიროვნებამ თქვა რომ დღეს ბრძოლა აღარ მიდის ადამიანთა გულებისათვის ეკლესიაში ბრძოლა მიდის თვალებისათვის და ყურებისათვისო რაც უფრო მეტი შოუა კომფორტია რაც უფრო მეტი ყურის მომაქავებელი სწავლება ხალხიც იქ გარბის მაგრამ ბრძოლა გულისათვის არის ეკლესიის დანიშნულება გალატელთა 4:12 გახდით ჩემნაირნი პავლე მოციქული ამბობს როგორც მე თქვენნაირი ვარ ძმებო გევედრებით ცუდად არაფერში მომქცევი ხართ ანუ პერეფრაზირება ასე არის იცხოვრეთ ჩემნაირად პავლე მოციქულია ამბობს როგორ არარელიგიურად თავისუფლებაში რადგან მეც თქვენნაირი ვარ ანუ მეც იგივე ხალხი მაკრავს ირგვლივ მეც ესე იგი თქვენნაირ პრობლემებში გავდივარ მეც მაქვს ეს ასე ვთქვათ ხალხი რა სიტყვის მეც მაქვს ეს შეჭირვება მაგრამ თქვენც ჩემნაირი გახდით როგორც მე თავისუფლებაში ვცხოვრობ და მაქვს გამოცხადება მადლის შესახებ თქვენც ასე გააკეთეთ მე მარსიდან კი არა ვარ ჩამოსული მეც აქ ვარ მეც ამ პროცესებს გავდივარ მაგრამ ვდგევართ ამიტომ გთხოვთ ჩემნაირად მოიქეცით ჩემნაირი ცხოვრებით იცხოვრეთ გევედრებით თქვენ ცუდად არაფერში მომქცევი ხართ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ როდესაც თქვენთან მოვედით სახარება გულით მიიღეთ პატივს მცემდით მაგრამ ახლა მამცირებთ და გარბი ხართ მოშურნებს უჯერებთ მაგრამ მახსოვს როგორი გულით მიიღეთ როგორ გიხაროდათ როგორ თავისუფლებაში იყავით ნუ უჯერებთ მაგ ხალხს რადგან ისინი მონობაში ცდილობენ რომ შეგიყვანონ დიახ გალატელთა 4:13 და 14 იცით რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელის ხელში არც უგულებელყავით არამედ მიმიღეთ როგორც ღვთისანგელოზი როგორც ქრისტე იესო ანუ პავლე მოციქული ამბობს რომ ძალიან ბევრი კომენტატორი ამბობს რომ პავლე მოციქულს ჰქონდა რაღაც სისუსტე ჩვენ არ ვიცით ის არ ამბობს ამ სისუსტის შესახებ ეკალი ხორცი ბევრი ამბობს რომ ეს არ იყო ხორციელი სისუსტე ანუ ორი აზრია ამის შესახებ ერთი ამბობს ერთი ნაწილი რომ ხორციელი სისუსტე ჰქონდა მას რაღაც და ეს სისუსტე იყო თვალები ჰქონდა სუსტი ამას იმითი ხსნიან რომ ერთ ადგილზე ის წერს რომ ისე იყავით რომ თქვენი თვალები შეგეძლოთ ამოგეთხარათ და ჩემთვის მოგეცათო ამითი ფიქრობენ რომ თვალები ჰქონდა სუსტი და მეორე კიდე ის რომ ზოგიერთ წერილში ის ბოლოში წერდა ეს მე ვარ პავლე დიდი ასოებით წერდა თითქოს ეხა მაშინ სათვალეები და ის არ იყო რომ ესე იგი დიდი ასოებით მითო წერდა რომ უჭირდა
კითხვა. მეორე აზრი არსებობს, რომ არა, ეს არ არის ეკალი ჩემს სხეულში, ის თვლიდა, რომ ეს იყო თეოლოგები თვლიან, რომ ეს იყო ის დევნები, რომელსაც ის გადიოდა, თქვენ იცით, რომ პავლე მოციქული ძალიან ბევრ დევნებს გადიოდა, მას ქოლავდნენ, ესე იგი სხვადასხვა ტრამვებს იღებდა, ამიტომ ბევრი თვლის, რომ ეს განსაკუთრებული დევნა და ფიზიკური ტკივილები რომ ადგებოდა, ეს იყო გარკვეულად ეკალი. შეიძლება ეთქვა კაცო, რა ყველაფერი მათ ჩემ თავზე გადაიარა, ამიტომ ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ საუბრობდა, თქვენ იცით, რომ ერთ ადგილზე ამბობს, რომ სამჯერ ვთხოვე უფალსო, მაგრამ უფალმა მითხრა, რომ საკმარისია ჩემი მადლი შენზეო. ასე რომ აქ წერს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მიღებული იყო გალატიის ეკლესიაში როგორც ანგელოზი. იცით ძვირფასებო, საერთოდ პროპაგანდას აქვს დიდი ძალა. შენ შეიძლება ხედავდე, რომ შენი პასტორი იქნება თუ აი როგორც პავლე ხო, ხედავდე ძალიან სუფთა ადამიანს, მისი ცხოვრება, მისი ესე იგი ყველა დეტალი, მისი ხასიათი, მისი თვისებები, მისი მოქმედება ძალიან სუფთა იყოს, ძალიან რწმენით სავსე იყოს ადამიანი და მართლა იყოს შენ ამ ადამიანზე ძალიან ასე ვთქვათ დადებითად განწყობილი. მაგრამ პროპაგანდას აქვს ძალიან დიდი ძალა. თუ შენთან ადამიანები მოდიან და ისეთ რაღაცები შეიძლება გითხრან, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ისე გადაგიტრიალონ ტვინი, რომ მოგეჩვენოს ყველაფერი უკუღმა. ამიტომ პავლე მოციქულის დროსაც ასე იყო, ნახეთ, როგორ მიმიღეთო, როგორ გულღია იყავითო, როგორც ანგელოსო ისე მიყურებოდით და რა დაგემართათო, მოშურნეებმა ისე გადაუტრიალეს ტვინი, რომ ეგ მოციქული არ არის, ეგ ცხებული არ არის, ეს ჩვენ ძმობაში არ არის, ესე იგი შორიდან მაგარია, მაგრამ ახლოს რომ მოვათ, არაფრის უნარი არ აქვს, სიტყვას ვერ ამოიღებს. ამ მოშურნეებმა ჩვენ ესე იგი იერუსალიმის ეკლესიიდან ვარ ჩვენ, ბევრნი ვარ ჩვენ, ამდენი ვარ ჩვენ, ისა ვართ, ესე ვართ ჩვენთან, ისინი არიან ფარისევლებიც არიან, ისე გადაუტრიალეს ტვინი გალატელებს. ჯერ ხოს ჯულში შეიყვანეს და დაამონეს სულიერად დასცეს. მეორე კიდე პავლე მათ თვალში დაამცირეს ძალიან. რა ქონდა პავლეს დასამცირებელი? იცით, იესო ეუბნება, როდესაც დევნიდნენ, რის გამომდევნითო? რომელი ერთი დანაშაულის ან ცოდვის გამომდევნითო? მაგრამ ადამიანები, რელიგიურ ლიდერებს აქვთ უნარი, რომ ადამიანების გონება შეატრიალონ და დააბნელონ. გალატელთა 4:15 სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? ვამოწმებ თქვენზე, რომ შეგძლებოდათ თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით. პავლე მოციქულს გული ტკივ ამ ადამიანებზე, რომლებმაც მიატოვეს და აირჩიეს უვარგისი, არასულიერი ლიდერები თუ ხელმძღვანელები, რომლებმაც მონობაში ჩააგდეს და ვერ ხვდებიან, რომ მონობაში არიან. მაშინ, როდესაც პავლესთან თავისუფლები იყვნენ. გალატელთა 4:16. ნუ თუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით, ნახეთ ძვირფასებო, რა სხვაობა იყო პავლესა და მოშურნეებს შორის. მოშურნეები ტკბილად ელაპარაკებოდნენ, მაგრამ პავლე პირდაპირ ეუბნებოდა ცოდვის შესახებ. და როდესაც ადამიანს ცოდვის შესახებ ეუბნები, მაშინ სულიწმინდა მოქმედებს, მაგრამ თუ გვერდით ვინმე ყავს, ვინც უჩიჩხინებს, მას სიყვარული არ გააჩნია, გონია რომ მტერი არის მისი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვის უსმენ და ვინ არის შენს გვერდით. თუ ადამიანი შენს ცოდვაზე პირდაპირ გეუბნება, იმ ადამიანს არ უნდა მოსცილდე მეგობარო. არ უნდა მოსცილდე იმ ადამიანს, თუ კი ცოდვის შესახებ მიგითითებს. იცით ძვირფასებო,
იყო ჩვენ შემთხვევაში ერთი შემთხვევა, რომ ერთი პიროვნება ჩვენი ეკლესიის წევრი, რომელსაც არასწორად იღებდა თანხებს რა რაღაც სახელმწიფოსგან. მოკლედ ეს ამბავი გასკდა და იმ პიროვნებას ცუდად ჰქონდა საქმე. და მიეტანა მთელი ფულები და შეიძლება დაიჭერდნენ კიდეც და პასტორ ნინო შემოუთვალა რომ ილოცე ჩემთვის რომ არ დამიჭირონო და პასტორმა ნინო უთხრა რომ მე ქურდებისთვის არ ლოცულობო. იმას ეწყინა ქურდი როგორ მიწოდაო. იცით ძვირფასებო არ უნდა გეწყინოს, უნდა გაგიხარდეს, რომ ვიღაცამ გაბედა და სახელი დაგარქვა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო პავლეც თუ მტერი გავხდიო, იმიტომ რომ სიმართლეს გელაპარაკებოდით, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას გელაპარაკებოდით. ამიტომ გავხდი მტერიო. ისინი ეუბნებოდნენ მოშურნე, პავლე თქვენი მტერი არის. აუყურებ როგორ ესე იგი გელაპარაკება ცოდვაზე. დიდება იესოს. და ეს ბოლო იქნება ალბათ გალატელთა 4:17. სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა. ისინი იმიტომ კი არ გიჩიჩხინებენ, რომ ჩემთან გადმოდი, ჩვენთან კარგია, იმიტომ კი არ გეუბნებიან, რომ შენი ჯავრი აქვს. შენ რო ცოდვაში ხარ, შენ ხო კარგად იცი. და შენ რო ცოდვის შესახებ გეუბნებიან, შენ ხო იცი რომ ეს სწორია. მაგრამ ისინი მითო გიზიდავენ შენ, იმიტომ კი არ რომ შენ კარგად იყო და სულიერად წინ წახვიდე. არამედ იმისათვის რომ საკუთარი თავის სარგებელი კონდეს. პერეფრაზირება ამუხლის ის არის მოშურნენი თქვენზე კი არ ზრუნავენ, რათა სწორი სწავლება გქონდეთ, არამედ სურთ იბატონონ თქვენზე და გამოგიყენონ. დიდება ჩვენი იესოს. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას გვჭირდება სულიერი ჭვრეტა. ის რასაც მაშინ აკეთებდა ბოროტი, დღესაც იგივეს აკეთებს. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასებო.